სანქციები ივანიშვილს ასანქცირებენ, საქართველოს ასანქცირებენ და ვაშა მეგობრებო, ვაშა ტარში და ბედნიერები არიან და რა დღეში არიან. მართლა ეს მართლა ქვეყნის მტრები ესენი, როგორ არ თქვა, როგორ უნდა გიხაროდეს შენი ქვეყნის სანქციები. ან ვინ გვადებს ამ სანქციებს? რატო გვადებენ ამ სანქციებს? მაგაზე რატო არ ფიქრობს ეს ხალხი? ესე გამწარებულები რატო არიან ეს ევროპელები და ეს დასავლური სამყაროს წარმომადგენლები, რომ ყველაფერს რო იგლიჯავენ და ნასკებიდან რო ამოხტნენ, რატო, რისთვის? იმიტომ არიან ესეთ დღეში, რომ რაღაცა ძალიან უყვარვართ ქართველები და იმას ფიქრობენ, რომ როგორმე აქ უზენაესი დემოკრატიული რაღაცა მართლობა გქონდეს და ქართველების კეთილდღეობისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს და საქართველოს კეთილდღეობისთვის და მეტი არაფრისთვის, აი ეგრე წარმოგიდგენიათ? ეხა გეტყვით რატო იკლავენ თავს, ბევრჯერ მithქვია და ეხლაც კიდევ გავიმეორებ. ქართული ოცნების ხელისუფლებამ არ დაუშვა ის ფაქტი, რომ საქართველო აღმოჩენილი იყო დასავლეთის ხელში იარაღი რუსეთთან ომში. და მხოლოდ მაგის გამო იზრდება დღეს საქართველოც და ქართული ოცნების ხელისუფლებაც. ვერ მოახერხეს ის, რომ როგორც უკრაინა გამოიყენეს აი ამ რუსეთთან ომში იარაღად, ისე გამოეყენებინათ საქართველო. სწორედ მაგისთვის ამზადებდნენ საქართველოს მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ როცა დადგებოდა მომენტი, უნდა აქედან გამოვეყენებინეთ ჩვენ იარაღად, როგორც გამოიყენეს უკრაინა და უნდა გახსნილიყო ფრონტი თუ როგორ თქვა, ფრონტის ხაზი რუსეთის წინააღმდეგ. აი ეს რო ვერ შეძლეს და ეს რო არიდა ქართულმა ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს, აი მაგიტო იგლიჯავენ და მაგიტო იკლავენ თავს. კარგად გაიხსენეთ უკრაინაში კიდევ ერთხელ მაედნის რევოლუციის პროცესები ზუსტად იგივენაირად, აი როგორც დღეს საქართველოს ხელისუფლებას ლანძღავენ, როგორც დღეს საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ, რომ რაღაცა თურმე რუსები არიან და როგორც სანქციებს გვადებენ, ზუსტად იგივენაირად უკრაინაშიც მაედნის რევოლუცია სწორედ მაგან გამოიწვია და მაგიტომ მოხდა, რომ იანუკოვიჩი რომ მიხვდა რაც ხდებოდა და რომ შეეცადა იმას, რომ აეცილებინა აი ეს ომის ქარცეცხლი უკრაინისთვის, ყველაფერი იქნა დასავლეთმა და ყველა გზა გამოიყენა და მოიყვანა უკრაინაში ის ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა ყველაფერზე ხელის მომწერი და რომელიც უკრაინას გადააქცევდა უბრალოდ ბრძოლის ველად და რინგად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ვინმეს გონია, რომ აქ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ეომება და აქ უკრაინის და რამე რუსეთს რაღაცა ერთმანეთთან ან ტერიტორიული პრობლემები ჰქონდათ, ან ერთმანეთის სიძულვილი ჰქონდათ და იმიტომ მოხდა ეს ომი, ძალიან შემცდარა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკრაინა ამ ომში მხარეც არ არის რეალურად. ეს არის ამერიკის და რუსეთის ომი. და აი ამ ომში უკრაინა გახდა დასავლეთის ხელში იარაღი და უბრალოდ ბრძოლის ველი აი ამ ორი იმპერიის ჯახში. ზუსტად იგივეს ეჩალიჩებიან ჩვენ ხელისუფლებას და ზუსტად იმიტომ იკლავენ დღეს თავს აი ეს დასავლელები და ევროპელები და ყველა, რომ როგორმე იქნებ საქართველოში მოახდინონ გადატრიალება, მოიყვანონ ის ძალები ხელისუფლებაში, რომელიც იქნება ევროპელების და ამერიკელების დავალებების ყურმოჭრილი მონამორჩილი და აი უკითხავად რო შეასრულებს ყველა მათ დავალებას, ეგეთი ხალხის მოყვანა უნდათ საქართველოს ხელისუფლებაში და მადლობა ღმერთს, რომ ვერ შეძლეს. ყველამ კარგად შევხედოთ პროცესებს, ყველამ კარგად გადავხედოთ უკრაინის პროცესებს, როგორ დაიწყო იქ პროცესები, რა განცხადებებს აკეთებდნენ მაშინ ევროპელი და დასავლელი ეგრეთ წოდებული მეგობრები და დღეს ზუსტად იგივეს აღმოაჩენთ, რომ ერთ-ერთში მსგავსება იქნება. აი იმ 2014 წლის უკრაინასთან დაკავშირებით რანაირი პოზიციაც ქონდა დასავლეთს და ევროპას და რა განცხადებებსაც ავრცელებდნენ, დღეს აი აქ 2025 წელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ზუსტად იგივე განცხადებებს ავრცელებენ, ზუსტად იგივე რაღაცეებს აბრალებენ ჩვენ ხელისუფლებას და
ზუსტად ერთი და იგივე სცენარით მოქმედებენ, როგორც 2014-ში უკრაინაში, დღეს ისე 2025 წელს საქართველოში. მაგიტომ იკლავენ თავს და ეგ სანქციებიც და ეგ ყველა მათი განცხადებაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე მოახდინონ და საქართველოში მოიყვანონ ისეთი ძალები, რომლებიც ყველა დავალებას შეასრულებენ უკითხავად და არ გაითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებს და მხოლოდ დასავლეთის ინტერესებს შეაკლავენ ამ ქვეყანას. აი, მაგას ჩალიჩობს დასავლეთი და მაგას ემსახურება ყველა ეგ სანქცია, ყველა მათი განცხადება და ყველა მათი აი ეს რაღაცა პანიკა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება ეს ყველაფერი და აი უკრაინაში რომ ომი დამთავრდება, არ ვიცი როდის დამთავრდება, მაგრამ როცა დამთავრდება, ხო დამთავრდება. როგორიც დარჩება უკრაინა მაგ ომის შემდეგ. მე აი ამ ქართველებს არ შერცხვებათ, იმ ადამიანებს, ვინც დღეს რაღაცა ჩმორებს გვეძახის და რაღაცა ყლეობებს რო გველაპარაკება, რომ თურმე აი უკრაინას რასამ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ჯერა რომ უკრაინა ომს იგებს და უკრაინა რამე უფრო გაძლიერებული გამოვა ამ ომიდან. აი მაგ ადამიანებს ხო შერცხვებათ მე რომ ნახავენ უკრაინა რაც დარჩება და როგორიც დარჩება ამ ომის შემდეგ. იგივესთვის ემეტებათ საქართველოს ამ ადამიანებს და რაღაცა ემოციებს არიან აყოლილები ზოგი და იმიტომ აი ამ ემოციებით რაღაცა პატრიოტიზმის გზნობებზე თამაშით გააგიჟეს ზოგი და ზოგი პირდაპირ გააზრებულად კარგად იცის რაც ხდება და სწორედაც რომ უცხო ქვეყნის აგენტები არიან ამ ქვეყანაში და უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ იმ იდეას რომ საქართველო იყოს ისევ მონა, ისევ ვიღაცის ვასალი და საქართველო რო გადააქციონ ბრძოლის ველად, მაგრამ ვერ მივართვი და მოიტეხავენ კისერს საბოლოოდ და ეგ იქნება მაგათი დასასრული. ამის თქვა მინდოდა და თუ კარგად კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ კარგად გადავხედავთ და გავიხსენებთ უკრაინის პროცესებს, მე აღარ გაჩნდება კითხვები აი ამ სანქციებთან და ამ განცხადებებთან დაკავშირებით, რასაც დღეს დასავლეთი ავრცელებს ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით.